მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. დღეს გვექნება სემინარი მეორე კვირის თემაზე CSS სელექტორები და Flexbox. ანუ ორშაბათს რაც ახსენით თეორიულად, მაგას გავვლით დღეს პრაქტიკით. ანუ ისევ რაღაცა პროექტს ავიღებთ და მაგას ავაწყობთ. პროექტად დღეისთვის შევარჩიე ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომელიც თქვენ მოგეცით დავალებებად, ამიტომ ვინც გააკეთეთ ძალიან კაია, მაგრამ ვინც ვერ გააკეთეთ, რაღაც გაგიჭირდათ. დღეს მაგას გავაკეთებთ, კაი პრაქტიკებით ავხსნით რა და როგორ გაკეთდება, რაღაც ახალ თემებსაც მივამატებთ და კარგად გავაპრაქტიკებთ. და ეს პროექტი არის მეორე კვირის იმებში იყო მგონი თუ არა? პირველ კვირის პროექტებში იყო მგონი. ოკეი, ეს არის order summary კომპონენტი. როგორც გითხარით, პირველ კვირის პროექტებში გიწევთ ისეთი საკითხების გამოყენება, რაც წინაზე არ მქონდა ახსნილი და ამ კვირას ახსენე. ამიტომ არ გიგონოთ, რომ რახან პირველ კვირის პროექტია, დღეს რაღაცა flex-ებს ან სელექტორებს ან CSS ვერ გამოვიყენებთ. ანუ პირიქით მინდოდა რომ ეგ რაღაცები თქვენით დაგერესერჩებინეთ. მოდი ფიგმა გავხსნათ. და ასევე ჩავიწეროთ მასალები. ანუ ის ფოტოები და დამატებითი რესურსები, რაც დაგჭირდება ჩვენი პროექტის ასაწყობად. ამას ამოვარქივებ. და იდეაში აქედან ყველაფერს არ გადავიტან, აქვე არც დავიწყე მუშაობას, ახალ ფოლდერს გავაკეთებ და იმაში შევყრი ყველაფერს. მოდი ეგეთ ხალხს გავაკეთოთ new folder, ფოლდერის ახალს დავარქმევ order summary კომპონენტი. გონი ეგ ერქვა, აღარ მახსოვს. და ჩვენს ფაილებს ყველაფერს არა. მაგიდან მხოლოდ გადავიტან იდეაში იმიჯებს. მეტი სხვა აპროქსიმაციას აწყობად დღეს არ დამჭირდება. ამას ხალხს მოვკიდებ და შევაგდებ იმ საკაღალდეში, რაც წეღან შევქმნი. და მე მაგ საკაღალდეს გავხსნი Visual Studio Code-ში, რომ დავიწყოთ პროექტზე მუშაობა და კოდის წერა. ესეც ასე ქვევით მაქვს და ამოვიტან ზევითკენ. შვენიერი. ამას მარცხნივ გავწევ. და მარჟვი მექნება როგორც ყოველთვის ეწინიებზე როგორც მქონდა, უკვე საიტი, თვითონ საიტი. თან ქვევით კომენტარებს მაინც გავხსნი, რომ თვალი ვადებნა. შვენიერი. ოკეი, და აქ რას ვაკეთებთ? იმიჯები გვაქვს მხოლოდ ჯერჯერობით. და აქ შევქმნით index.html files კიდევ. ანუ პლუს ღილას დავუწევი რომ ახალი ფაილი შექმნას index.html, სადაც ჩავწერ სტრუქტურას shortcut-ით. და ასევე მექნება style CSS, როგორც წინაზე ახსენით, სტაილები უნდა ვწეროთ ცალკე ფაილში, ამიტომ ასე გავაკეთებ მეორე ფაილსაც. ამას ახლა უკვე გავალაივებ. ეს გავალაივოთ. და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ სამ გადავალთ თვითონ კოდის წერაზე, მოდი გავარჩიოთ რაში გვაქვს საქმე. ნუ მოკლედ, აქაც როგორც გითხარით, რამდენიმე ეკრანი არის და მობილური ეკრანი მოდი ჯერჯერობით დავივიწყოთ, იმიტომ რომ არ გვისწავლია რამდენიმე ეკრანისთვის როგორ ავაწყოთ საიტები, რომ მორგებული იყოს ყველა device. მაგას შემდეგ კვირას ახსნი, ამიტომ ჯერჯერობით ყოველთვის ყურადღება მიაქცეთ ხოლმე მხოლოდ დესკტოპის ეკრანს, მეც არაფერს. აქ developer mode-ს ჩავრთავ. ოღონდ ეგრევე არ მართვევინებს, მაგისთვის უნდა დუპლიკატი გავაკეთო. ანუ ასლი გავაკეთო ამ პროექტით და მე იქით უკვე ჩავრთავ. Desktop active რას ნიშნავს, მაგასაც ახსნი. ეგრე მშვენიერი. ანუ აქ უკვე ორი ეკრანის მაგრად სამი არის, ანუ ერთი არის, რა თქმა უნდა, მობილურზე როგორ უნდა გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ პატარა ფუნტები და პატარა ზონებია, desktop-ზე იზრდება და აქ არის ასევე desktop active ეკრანიც. ეს რას ნიშნავს? Desktop active-ზე გამოსახულია აი კურსორი თუ დააკვირდით. ეს იმას ნიშნავს, რაღაცა ელემენტზე რო გადავატარებთ კურსორს, მისი სტილი როგორ უნდა შეიცვალოს. აი მაგალითისთვის, default-ად change უნდა იყოს ასეთი. აი აქ როგორც ხედავთ. მაგრამ მე რო ავდგე და დავახოვერო, უნდა გახდეს ასეთი. იცვლის სტილს. აი ეგა desktop active, active stage-ში
როგორ იცვლება სტილები მაგას ნიშნავს. აქ გვაქვს უბრალოდ რაღაცა უკან არის ფოტო ფონზე და არის ერთი კარდი, რომელიც არის გაცენტრილი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, გვაქვს ფოტო, სათაური, ტექსტი. აქ არის რაღაცა კონტეინერი, რომელშიც რამდენიმე ელემენტია ჩასმული და ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ აქ უკვე ფლექსების გამოყენებაც მოგვიწევს. და ქვევით არის ერთი ღილაკი და ერთი რაღაც კიდე წარწერა დაკენსელებისთვის. და მოდი დავიწყოთ ამ ყოველივეზე მუშაობა. ჯერჯერობით რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის რომ შევცვალოთ title-ი, დოკუმენტის მაგალითად დავაწერ order summary component. დავახსენოთ აი ეგერ შეიცვალა. ასევე შემოვიტანოთ ტაბის აიკონი, რომელიც არის fav icon 32 პიქსელზე არის ყველაზე კარგი ზომა, რომ იყოს ტაბის აიკონი. მაგას ვიზავ link tag-ით. link rel უდრის icons, ანუ ტიპი არის აიკონი, ხოლო ამ აიკონის მისამართი ანუ href იქნება წერტილი/images/fav icon. ახლა ეს დავხუროთ, იმიტომ რომ closing tag-ია და აგერ გამოჩნდა აიკონი ჩვენს ტაბში. მოდი წინასწარ ბარემ წინ წავიდოთ საქმე და ფონტიც დავაიმპორტოთ, იმიტომ რომ აქ გვაქვს ერთი ფონტი, რომელსაც ქვია Red Hat Display. ამისათვის შევდივართ Google Fonts-ზე, Google Fonts. Search out fonts. როგორ იყო Red Hat Display. Red Hat Displays search out. აი პირველი ამოვაგდო. Get fonts ვაწვევით, რომ ავიღოთ კოდი, მე get embed code-ი, რომ კოდი ამოვაკოპიროთ, რომლითაც მე უკვე განმოვიტანთ ამ fonts და მოდი 100-დან 900-მდე font weight-ები რაც არის ყველაფერი წამოვიღოთ, იმიტომ რომ აქ მარტო ერთი წამოყვა შეგვიძლია და არა 2-ან 3-ის. ამიტომ მოდი ამას გავაკეთებ HTML-შივე შემიძლია შემოიმპორტირო, ან შემიძლია შემოიმპორტირო CSS-ში. მოდი CSS-ში ვიზავ ამჯერად, იმიტომ რომ არ გავკეთები აქამდე. ამას დავაკოპირებ და style CSS-ში სულ თავიდან ჩავწერ. ანუ პირველივე ჯობია, ანუ ფაილის თავის ჯობია რომ რაღაც იმპორტები იყოს ხოლმე მოთავსებული. აქვე მექნება reset CSS-ი, ანუ გავავნილებ ყველა სტილს, რომ დავიწყო მუშაობა სუფთაფურცლიდან, მექნება margin 0, padding 0 და box sizing, border box. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არ იმუშავებს, იმიტომ რომ დაგვჭირდება CSS ფაილის დაკავშირება index.html-თან. და მაგას ვაკეთებთ link tag-ით. link rel, ანუ rel-ში არის სათვალე ტიპი, არის style sheet და href-იან ამ style CSS მისამართი არის წერტილი/style CSS. აი ეს. და სიტყვაზე body რო გავსტილოთ, მოდი გავტესტოთ მუშაობს თუ არა, body-ს რო გავწეროთ, background color-ი წითელი. და მუშაობს ჩვეულებრივად. Okay. მოდი ახლა დავიწყოთ თვითონ პროექტზე მუშაობა. თავიდან დავიწყოთ მოდი ყველაზე დიდი ელემენტით, რომელიც არის ჩვენი body. და უცბად body-ს გავსტილო. სამ სტრუქტურაზე დავიწყე მუშაობას. Body-ში გვაქვს რაღაცა ფონის ფერი. აი ეს ფერი არის და ასევე გვაქვს ფოტო. ეს არ გაგვიგლია როგორ უნდა შემოვიტანოთ ფონზე ფოტო. ერთი ვარიანტი არის რომ image შემოვიტანოთ, მაგრამ მე მოგვიწევს რომ მაგ image-ზე ზემოდან გადავაუდოთ რაღაცა კარდი. მაგრამ მაგას ჯობია რომ გამოვიყენოთ background image property. ანუ body-ს გავუწეროთ ფონად ფოტო. გამოიყენება background image და ორ წერტილის მე ვწერთ მისამართს. და მისამართს ვწერთ URL-ში. URL მე ვხსნით ფრჩხილებს და ბრჭყალებში ვწერთ ფოტოს მისამართს. და ეს ფოტო არის წერტილი/image-ებშია და არის pattern background desktop. დავასაიბოთ, გადავიდეთ და ეგერ თუ დააკვირდებით, აქ გვაქვს უკვე ჩვენი ფონის ფოტო. ოღონდ ერთი პრობლემა არის, რამდენჯერმეა გამეორებული. ეს რატომ ხდება? Default-ად, როდესაც რაღაც ელემენტს უწერთ background image-ს, ისე ხდება, რომ თუ პატარაა ფოტო, ჩვენი საიტი ცდილობს, რომ აი ამ მშობელზე რაც შეიძლება ბევრი ფონის ფოტო დატიოს.
რაც დაეტევა, იმდენს დატევს. ამიტომ ეს რო არ გავაკეთოთ და გამეორება თავიდან ავიცილოთ, ამ ფონის ფოტოების გამეორება, მაგისთვის ვიყენებთ background repeat properties, ანუ background-ზე გამეორება როგორ მოხდეს და აქ გავუწერთ no repeat. ვიყავით რომ არ გამეორდა მეთქი. და აქ მარტო ერთხელ იქნება, მეჯერ არა. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავუწეროთ აი ამ background-ის image ზომები, რომლისთვისაც გამოიყენება background size property. აქ შეგვიძლია გავუწეროთ სიგანე და სიმაღლე, აი მაგალითად ორი property თუ გავუწერე სიტყვაზე 500 პიქსელი და 300 პიქსელი, გულისხმობ რომ სიგანე იყოს 500 პიქსელი და სიმაღლე 300 პიქსელი. მაგრამ ეს არ გვაწყობს, ხო, იმიტომ რომ რამხელაც იქნება body, იდეაში იმ ხელაზე უნდა გაყვეს, ანუ რომ გავადიდოთ და დავაპატაროთ, უნდა მიყვეს ეს ფოტო. შემიძლია cover-ი დავწერო. cover გამოვიყენო. cover-ი რას აკეთებს? cover-ი ცდილობს რომ ფოტო გაჭიმოს body-ის კიდეებზე მთლიანად და მან უკვე ივიწყებს მერე ფოტო ძალიან გაიწელება თუ შეიჭმუხნება. ნახეთ, როგორც კი ვზრდი მე ეკრანს, body ხო მიყვება ეკრანის ზომას, იმიტომ რომ body არის მთლიან ეკრანზე ჩვენ ვიბორჩი, ხო? როგორც კი ვზრდი cover-ზე მიყვება ჩვეულებრივად. ანუ ცდილობს რომ ეს cover-ი ცდილობს რომ გადაჭიმოს ფოტო მთლიან კალაპოტზე. ასევე არის contain. contain იმას აკეთებს რომ ცდილობს არ დაკარგოს background image-ის ზომები, ანუ ძალიან არ გაწელოს ან ძალიან არ შეჭმხნოს. YouTube-ზე გაჭრილი ეკრანი და ხელს არ შევშალოს, მე ვიდეოს თუ მაგრამ იწერს. ვიდეოს კიდე სალკეს ვიწერ, ამიტომ ეგ ხელს არ შეუშლის. აუ ძალიან ჭედავს ისე. ნახოთ აბა. ეგ ხელს არ შეუშლის. აუ ძალიან ჭედ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არ იმუშავებს, იმიტომ რომ დაგჭირდება ჩვენი საიტი ორშაბათს რაც ახსენით თეორიულად, ეჯერ არა. ჭედით არ ჭედავს, უბრალოდ გაფრიზული ეკრანი. ეგ რა ხდება? მოდი უცბად რაღაცას ვცდი. კაი, ამან იმედი იმუშავა. ეს. ხო, ეხლა მგონი მუშაობს. ოკეი. მოდი გავაგრძელოთ. უბრალოდ ფოტო რაღაცა აღარ მაქვს აქ contains-ზე background size contain-ი. არ ჩანს background color red გავუწიოთ რომ უფრო გამოჩნდეს. contain რო დავწერე, რატომღაც აღარ იმუშავა. ფოტო ქრება, ნუ რაღაცა ხარვეზია. მოდი მაგას დიდ რო არ დავკარგოთ. წესით ესე არ უნდა შევეულდეს. ფოტოს არ გქონს. ნუ მოკლედ. ამას რო არ დავკარგოთ, რაღაცა ხარვეზი აქვს, ესე არ უნდა შევეულდეს. cover-ი დავტოვოთ, იმიტომ რომ იდეაში გვინდა რომ მთლიან ეკრანზე გადავჭიმოთ ჩვენი ეს ფონის ფოტო რა. ოკეი, იდეაში body-ის ფონზე ეს არის. ერთ-ერთი დაგვრჩა კიდევ ფერის გაწერა. ფერს გადმოვიტანე რა თქმა უნდა Figma-დან, აი ამას დავაკოპირებ, ანუ დავაჭირე მთლიან ეკრანს, აქ ამოვარდა background-ის ფერი და მაგას გავუწერ background-ის ფერად. ანუ background color-ში ჩაუწერ აი ამ hex codes. Hex code არის ერთ-ერთი გამოსახულება ფერის ჩაწერისთვის. ერთ-ერთი გზა. ოკეი, ახლა მოდი სტრუქტურის აწყობას დავიწყოთ. გადავინაცვლოთ HTML-ში. გვექნება ერთი კარდი. ერთი დიდი კარდი, რომელსაც მოდი დავარქვათ კონტეინერი. აი წერტილი კონტეინერი რო დავწერო და ტაბს დავაჭირო, თავის შეიქმნება div კლასად კონტეინერი. რა თქმა უნდა, კლასებს გამოვიყენებ დღეს მე ტეგების მისამართად, ელემენტების მისამართად. ID-ები შუთ გამოიყენება, ტეგებიც შუთ გამოიყენება, ყველა შუთ გამოიყენება კლასები. და თან ეს კლასები საშუალებას გვაძლევს, რომ ლოგიკური სახელები დავარქვათ ელემენტებს. და ეგ შემერჩევა იქნება, რომ უბრალოდ რაღაც ელემენტ 1, ელემენტ 2, ელემენტ 3 არ დაარქვათ კლასებად. დაარქვით ისეთი სახელი, რომ ლოგიკურად მიხვდეთ რისთვისაა ეგ ელემენტი. ეს არის კონტეინერი. ფოტოს დავარქვემდი მაგალითად image-ს, სათაურს დავარქვემდი titles, ამას დავარქვემდი რაღაცა payment buttons რა მსგავსი რა, რომ თვითონ კლასის სახელმა მითხრას რისთვისაა ეს ელემენტი. შიგნით მაქვს ფოტო, ანუ აქ შევქმნი image-ს, source-ად გავუწერ წერტილი/images და illustration hero. იქ ქვია ფოტოს.
/illustration hero ავირჩიოთ და აგერ შემოგვივარდა ჩვენი ფოტოც. შემდგომ არის უკვე სათაური, ანუ h1, რომლის კლასიც მოდი იყოს title და რა თქმა უნდა ტექსტ ხელით არ გამოვწერ, დავაკოპირებ. აი ეს. ქვევითა პარაგრაფი, ანუ რაღაცა ტექსტი. და მოდით ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. ჯერჯერობით ამას არ შემოვიტან. ეს მე გავსტილოთ მოდით რა. იმიტომ რომ აქვე ფლექსებზე კარგმა ჩავშალო. ჯერჯერობით მოდი ეს რაც გვაქვს ავაწყოთ. ოკეი. კონტეინერი მჭირდება. მოდი CSS ეს აღმინდა. კონტეინერის გასწავლით დავიწყოთ. კლასის ელექტროს მიმართოთ ყოველთვის წერტილით. ანუ წერტილი კონტეინერო დავწერო და მე ფიგურული ჭრილები აქ რასაც დავწერი, ეს გასტილავს კონტეინერ divs. და ამას რა ჭირდება? კონტეინერ divs აქვს რაღაცა უკან ფერი, ამ თეთრი. background color შემიძლია გავწერო ან #FFFF, რომელიც არის თეთრი ფერით შესაბამისი hex კოდი, ან შემიძლია გავწერო ეგრევე white. მნიშვნელობა დიდი არა აქვს ამას. ასევე ნახეთ ერთი მომენტია აქ. მე რო აქ პადინგები გავწერო, კარგი არ იქნება. და რატო? მოდი ამას წითლად გავწერო, უფრო კარგად დავინახოთ. სიგანესაც გავწერო, მოდი barem. სიგანი არის ამისი 450 პიქსელი. ვიცი აქვს 450 პიქსელი, რომ შევზღუდოთ ცოტათი რა. მე რომ ახლა ამას პადინგები გავუწერო, ანუ მარცხნივ მაგალითად, აი, ყველაზე იცით რომ როგორ წერთ პადინგებს, ყველაზე უკიდურესი ელემენტი, ყველაზე დიდი რაც არის, მაგედან ვიღებ პადინგის ზომას. ანუ მე ამ h1-დან კი არ ვიღებ, აი აქედან იქამდე დაშორება. ყველაზე ბოლოში რაც გადის ელემენტი იქიდან ვიღებ. აი მაგალითად, ყველაზე დიდი შეიძლება იყოს ეს ბათონი. 48 არის აქეთ იქით პადინგები, ანუ შიგნით დაშორება კონტეინერის და ქვევით ელემენტიდან არის დაშორება ასევე 48. ანუ 48 ყოფილა თურმე მარტო რა. მე რა გავწერო padding 48 პიქსელი. ნახეთ რას მივიღებთ. ეს ფოტო გაიწია. და რატომ? იდეაში ეს ტექსტები უნდა გაწეულიყო კიდევაც, მაგრამ ფოტო იყო წერან ზუსტად იმხელა, რამხელაც იყო მისი მშობელი. და ჩვენ რო padding-ები გაუწერეთ, ნახეთ, padding-ებმა ანუ შიგნით ვეღარ შეტეხა ფოტო. ფოტოზომა არ პატარავდება padding-ების დამატებით რა საერთოდ. ამიტომ ფოტო გადავიდა ჩვენი კონტეინერის კალაპოტიდან. ამ შემთხვევაში მე მჭირდება რომ მხოლოდ ტექსტებზე მქონდეს padding-მა. ეგეთ მომენტში რას ვიზავდი? ავდგებოდი და იმიჯი იქნება ცალკე და დანარჩენი კონტენტი მექნება ცალკე divs-ში. მაგისთვის შექმნი content divs. და აი ამებს გადავყრი content divs-ში. აი ეს. ახლა უკვე padding-ს კონტეინერს კი არ გაუწერ. გაუწერ contents. კი არა, კონტეინერს გაუწერ contents, ხო, სწორად ვთქვი. padding 48 პიქსელი. და ნახეთ, ფოტო არის იქ სადაც უნდა იდგეს და მე დავამატე დამატებითად კონტენტის div და აი ამას გაუწერე padding-ი შიგნით დაშორება. ახლა უკვე ეს padding-ი რა თქმა უნდა მის შვილებზე მოქმედებს, იმიტომ რომ შიგნით შეტავს შვილებს. და იმიჯერს უკვე სხვა ტიპი, გარეთ დგას იმიჯი. საერთოდ სხვაგან არის. ოკეი. ახლა მოდი barem გავცენტროთ ჩვენი ეს მთლიანი კონტეინერი body-ს კალაპოტში, body-ს ჭრილში. მაგას როგორ ვაკეთებთ? იდეაში აქამდე margin-ული auto-ით ვაკეთებდით, მაგრამ vertical-ად არ დგებოდა რა ცენტრში. და მაგისთვის ვიყენებთ flex-ის property-ებს. და როგორც გვახსოვს, flex-ის property-ები ეწერება body-ს, კი არა და body-ში მშობელს ზოგადად და მოქმედებს შვილებზე. მე თუ მინდა რომ კონტეინერი გავცენტრო flex-ის property-ებით, მის მშობელს, ანუ body-ს უნდა გავუწერო ეგენი. და body-ს გავუწერ ახლა უკვე display flex რომ flex property-ები ჩაერთოს. justify content center რომ გავცენტრო ჰორიზონტალურად. და align item center გავცენტრო ვერტიკალურად. მაგრამ ვერტიკალურად არ გაიცენტრება. ეგ რატომ წინაზე ახსენით? იმიტომ რომ აი body-სთან რომ მივიტანო კურსორი ისეთ ელემენტში. ნახეთ body არის ზუსტად იმ ხელა სიმაღლეში, რამდენი ჭირდება რომ იყოს. ანუ ამ ხელაც არიან მისი შვილები. და მე body-ს უნდა უთხრა, რომ მისი სიმაღლე იყოს მინიმუმ ეკრანის სიმაღლის ხელა.
და მაგისთვის ვიყენებთ ზუსტად min height 100 VH. ამ VH-ებს და დამატებით კიდევ საზომ ერთეულებს, ეხლა მარტო პიქსელი ვიცით კარგად, ავხსნით შემდეგ კვირას. მაგრამ 100 VH ნიშნავს ეკრანის სიმაღლის 100%-ს მოკლედ რო გითხრათ. და min height-ს ვეუბნები, რომ height შეიძლება აქ არ იქნება განსხვავება, მაგრამ min დაწეროთ ყოველთვის min height. ამით ვეუბნებით, რომ მინიმუმ იყოს 100% და მაქსიმუმ თუ დაჭირდა კიდევ დაემატოს. იმიტომ რომ თუ აქ ბევრი ქარდი მაქვს, ან ბევრი კონტენტი მაქვს, მომიწევს ჩასქროლვა. და როცა height-ით ვზღუდავთ რაღაც ელემენტს კალაპოტიდან გადმოდის უკვე რა და ეგ არ გვაწყობს. ოკეი. და კიდევ ერთი შევა მექნება თუ დააკვირდით, მე ჩემ კონტეინერს გავუწერე width. მაგრამ აქ height-იც უწერია, თქმა უნდა, height-ში არის 697 პიქსელი. ეცადეთ რომ height-ი არ გამოიყენოთ. იშვიათი შემთხვევაში გამოიყენეთ height-ი, იმიტომ რომ height-ით ჩათვალეთ რომ ზღუდავთ ელემენტებს. და ეუბნებით რომ აი მაქსიმუმ კი არა, აი სულ ასეთი ზომის იყავი სიმაღლეში. მაგრამ მე თუ height-ი არ გავუწერე კონტეინერს და ყველანაირი ზომას იგივე იყოს, ანუ პადინგები, მარჯინები, font size-ები და ასე შემდეგ, შედეგი მაინც იგივე მექნება. ანუ კონტეინერი მაინც საბოლოო ჯამში სიმაღლეში იქნება 697 პიქსელი. მეტი არ იქნება. და height-ის გაწერა ცუდი იმიტომ არის რომ სიტყვაზე რა, ეკრანი ძალიან დაპატარავდა. ეკრანი რო ძალიან პატარავდება, მაშინ ხომ უნდა დაპატარავდეს იდეაში ჩვენი ქარდიც სიგანეში. და თუ სიგანეში დაპატარავდება, მაშინ სიმაღლეში უნდა გაიზარდოს რომ ეს კონტენტი ჩაიტიოს. და მაგას ვერ იზავს, როცა height-ი უწერია გაფიქსულად, ანუ ფიქსირებულად. და მაგროს დავინახავთ რომ გადმოვა ჩვენი კონტენტი აი ამ შობლის კალაპოტიდან, ამიტომ height-ების გაწერას თავი მოვარიდოთ. თუ ძალიან არ გვჭირდა მაინც და მაინც რაღაც მომენტებში. ოკეი, ეს ოღონდ height-ი არ გავუწიოთ და მოვერიდეთ იმ ელემენტებზე, სადაც კონტენტი ის იქნება, რაღაც ისეთ დივებზე, სადაც ბევრი კონტენტია. ეხლა ფოტოს რო გავუწიოთ width და height-ი, ეგ შეიძლება რა თქმა უნდა, რომ ზომებში ჩასვათ. ოკეი, მოდი ახლა გავსტილოთ სათაური. და თუ დააკვირდით, მარტო კლასები არ გამომიყენებია, ტეგიც გამოვიყენე body-ის სახით, იმიტომ რომ მე ახლა მარტო ერთი body მექნება და ამაზე სისულელე რო გავუწერო class body. სისულელე რა, ანუ არა საჭირო რა, რატომ უნდა ვიწვალო, იმიტომ რომ body მაინც ერთი მექნება და ბარემ ტეგით მიმართა. მაგაზე აღარ ვიწვალებ. ახლა მოდი title გავსტილოთ. ანუ სათაური. და სათაური არის font size აქვს 28 პიქსელი. Font weight-ი აქვს 900. Line height-ი normally, font style normally ნიშნავს, რომ default-ად რაც იყო normals, იგი რჩება, ამიტომ მაგებს აღარ ვიმეორებთ. გადმოვიტან ასევე pairs. და აუცილებლად გჭირდება font weight-ის შემოტანაც. Font weight-ი ხა რატო? Font weight-ი რა გადაბოდიშთ font family, იმიტომ რომ რაღაცა shift-ი უნდა გქონდეს. ოღონდ მაგას მე title-ში არ გავაკეთებ. ანუ ასე არ დავწერ font-family red hat display. ну კი იმუშავა, მაგრამ მე რამდენი ტექსტიც მაქვს, ყველაზე საერთოდ მომიწევს ამის დაწერა. ამიტომ font-ი თუ ერთი ცალი გაქვთ მარტო მთელ საიტში, ჯობია რომ გავუწეროთ body-ს. და body-ს თუ font family-ს გავუწერთ, ისე მოქმედებს, რომ მემკვიდრეობითობის პრინციპით თავის ყველა შვილს, ანუ რა ელემენტებიც გვაქვს, იმას ჩააწოდებს ქვევით ტექსტებს. ანუ ახლა უკვე font-ი მიესადაგა როგორც სათაურს, ასევე ტექსტსაც, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთისთვის ქვევით აღარ გამიწერია. მაინც ჩამოდის ხოლმე ქვევით რა ექსტილები. ოკეი. და კიდევ აი ამ ტექსტს აქვს ცენტრისებული გამაგება და არა მარცხნივ გამაგება. მაგისთვის ვიყენებ text aligns. და უწერ რომ ცენტრში იყოს. შვენიერი. ამას ეს რამდენითა დაშვებული მაღლიდან ეგეც გავარკვიოთ, პადინგებით უსურვად გავწერეთ. აქ ცალსაკერო ელემენტები შემოტანილი და დანარჩენს. 45-ია ნახეთ. თურმე კონტენტისთვის აი ამისთვის. ზევითი პადინგი ყოფილა 45 და არა 48. ამიტომ აქ ასეთ რაღაცას გავაკეთებ. ზევითი იყოს 45 პიქსელი. მარჯვნივ მარცხნივ იყოს 48 პიქსელი და ქვევით იყოს 48 პიქსელი. აი ასე მოკლედ ჩავწეროთ. ოკეი. შემდგომ გავსტილოთ უკვე ჩვენი პარაგრაფიც. პარაგრაფს გონი კლასი არ გავუწერე, არა, არ გამიწერია. class
მოდი description დავარქვათ. Description-ს რა უნდა? Font size იქნება 16 პიქსელი. Font weight იქნება 400, ესენი უკვე Figma-დან გადმოაქვს. Pairs გადმოვაკოპირებ. და ასევე line height-იც უნდა გადმოვიტანოთ. Line height 26 პიქსელი და ქვევით ფერით ჩავსვათ. და ამასაც უნდა რა თქმა უნდა text align center on centrable განლაგება ქონდეს. ამ წითელს გადავაკეთებ უკვე არ მჭირდება. აი კონტეინერზე background color იყოს white. მე white-ი შემიძლია გავუწერო კონტეინერსაც და კონტენტსაც იგივე შედეგი იქნება მაინც საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეს კონტენტი მაინც როგორც content div-ში ზის, ასევე container div-ში ზის. თუ კონტეინერს გავუწერთ თეთრ ფონს, ყველაფერი თეთრი ფონი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს რომელს გავუწერთ რა მოკლედ. Okay. და მაღლიდან დაშორებას უნდა რა თქმა უნდა აი ამ ჩვენს description-ს. margin-top-ი იქნება რამდენი? 17 პიქსელი. Okay, 17 პიქსელი. ანუ გარე ელემენტიდან ვაშორებთ 17 პიქსელი, ანუ margin top-ს ვიყენებთ. შვენიერი. მოდი კონტეინერი კიდე გავსტილოთ ცოტათი. იმიტომ რომ ამას აქვს მომრგვალებული კიდეები და აი რაღაცა ჩრდილიც აქვს რა. მომრგვალებისთვის ვიყენებთ border radius და იქ ისეც გვიწერია უკვე აი აქეთ გენ სტილებში. Border radius-ი ამრგვალებს ამ რაღაც ქარდის კიდეებს. და ასევე აქვს ჩრდილი, რომელთვისაც გამოიყენება box shadow, ამას მოვაკოპირებ და უბრალოდ გადმოვიტან აქეთ. და თუ დაგვერთ ქვევით ჩრდილიც გავუკეთდა. Okay. ანუ თუ დაგვერდით მომრგვალებული კიდეები მხოლოდ არის ქვევით. ზევით არა. და ეს რატომ მოხდა ნახეთ? თვითონ კონტეინერს კი მომრგვალდა ის კუთხეები, მაგრამ ფოტო არის კუთხოვანი და გადმოდის, ანუ ფარავს რა. და მაგისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ ავდგეთ და ფოტოს მომრგვალოთ კიდეები. ანუ ეს აი რა მომნიშნო, მაგრამ დაქვე გავწერო border radius 20 პიქსელი სიტყვაზე. ეს შეიძლება, მაგრამ ეხლა უკვე ყველა მხრიდან მომრგვალდება. აქ შეგვიძლია რომ ნაწილები მომრგვალოთ. ანუ დავწეროთ 20 პიქსელი, 0 და 0. ეს რას ნიშნავს? თუ 4 ცელს დავწერთ border radius-ში, პირველი არის აი ეს კუთხე ზევითიდან მარცხენა, მეორე არის ზევითიდან მარჯვენა, მერე ქვევითიდან მარჯვენა და ბოლოს ქვევითიდან მარცხენა. ანუ საათის მიმართულებით მოყვება რა. მაგრამ ამდენი რო არ ვწერო კიდევ დამატებით border radius-ი, შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო. კონტეინერს დავდგე და აქ დავუწერო overflow hidden. ეს რას ნიშნავს? Overflow hidden ნიშნავს, რომ კონტეინერს ვეუბნები, მისი შვილები თუ რომელიმე კონტეინერის კიდიდან ან კალაპოტიდან გადმოცდება რაღაცა დოზით, ეგენ ჩამოეჭრას. ჩვენ ხო ეგეთ შემთხვევა გქონდა, რომ კონტეინერს ქონდა კუთხები მომრგვალებული და იდეაში ფოტოს კუთხები გადმოდიოდა ჩვენი კონტეინერის კალაპოტიდან. ამიტომ კონტეინერს გავუწერთ overflow hidden-ი. ანუ რაც გადმოდის, რომ დავმალოთ თქო, ეგრე უთხარი რა. მაშინ დაიმალა ის ნაწილი, რაც გადმოდიოდა კონტეინერიდან. ამიტომ ეგ გამოგვადგება აქაც. აი ეს. Okay, და ახლა უკვე გადავიდეთ ჩვენ აი ამ div-ის გასტილვაზე. რაღაცა კონტეინერი გვაქვს კიდევ ერთი, სადაც არის ჩასმული რამდენიმე ელემენტი. ბევრი ეგრე აკეთებს, რომ უბრალოდ რაღაცა div-ი შემოაქვს, აი კონტენტში უნდა ვიმუშაოთ ოღონდ. აი აქ. მოდი დავარქვათ ამას music container. ბევრი ეგრე აკეთებს, რომ შემოაქვს image უბრალოდ, მისამართი წერტილი/image-ის და icon music იქნება. და ალტების ბარემ გავუწერეთ ხოლმე. ეხლა აქ დროს არ ვკარგავ, თორე გავუწერდი, აი აქ შემიძლია გავუწერო illustration რაღაცა hero არა ზოგადია. აქ აღწერდი რომ რაღაცა girl dancing and listening to music. ეს რაღაც დავწერდი რა სიტყვაზე, მაგრამ ამაზე უბრალოდ ლექციას დროს არ ვკარგავ. აქ გავწერდი სიტყვაზე music icons music icon და ასე შემდეგ რა. აქ შემიძლია ჩავყარო კიდე უბრალოდ რაღაცა ტექსტები. ანუ შემიძლია იყოს რაღაც ერთი პარაგრაფი, annual plain დავაწერო, შემიძლია იყოს მეორე პარაგრაფი, აქ დავაწერო $,
49.99 წელიწადში და ასევე მქონდეს კიდევ ერთი change-ის პარაგრაფი. მაგრამ ეხლა მე რო ავდგე და ესენი ისე დავალაგო როგორც მაქვს დაალაგებული აი ამ დიზაინზე ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ მარცხნივ რაღაცა ფოტო, მე არის ერთმანეთს დაალაგებული ელემენტები და მე change-ი ცალკე დგას რა. ამიტომ აქ ჭირდება რა თქმა უნდა flex property-ების გამოყენება, მაგრამ flex property-ებს ვერ გამოვიყენებთ კარგად, თუ კარგი სტრუქტურა არ გვაქვს ამზადებული თავიდანვე. ამიტომ სტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანი არის თავიდან როგორ ავაწყობთ. და მაგისთვის გირჩევთ ხოლმე რომ რაღაცა მონახაზი გააკეთოთ უბრალოდ რა. ანუ სიტყვაზე აი მაგალითისთვის მოსკრინა. აი ნახეთ, გვაქვს ესეთი რაღაცა, ხო? ამას გავადიდებ ცოტათი. და მოდი დავხაზოთ, აუ ეს არ გამომიყენებია მაქსი და ეგა, ჩვენიერი. და შეგიძლიათ დახაზოთ ხოლმე რა, ანუ ეხა რაღაცა დრო რო გავა მე როგორ წარმოვიდგენთ ეგრევე როგორი სტრუქტურა უნდა გქონდეთ, მაგრამ თავიდან გიჩვენეთ რომ დახაზოთ ხოლმე რა. ანუ გვაქვს ერთი დიდი დივი და კიდევ როგორი სტრუქტურა მექნება შიგნით. ანუ იდეაში ჩემთვის ეხლა ეს დივი იყოფა ორ ნაწილად, ორ მთავარ ნაწილად. ერთი არის მარჯვენა ნაწილი, მეორე არის მარცხენა ნაწილი. ანუ ეს change მექნება ცალკე. Open-ი არ მაქვს. აიგა. ანუ ეს მექნება ცალკე. და მეორე ნაწილი არის მარცხენა ნაწილი. ანუ ეს მექნება ცალკე. და ახლა უკვე ავდგები და მარცხენა ნაწილსაც რაღაც ელემენტებად დავყოფ. ხო, მოვხაზო ჯერ. touch-ით ვარ და თვალგარად ვერ დავხაზო მაგაზე ბოდიში. ეხლა ეს მარცხენა ნაწილიც თავის თავში იყოფა ორ ნაწილად. ნუ ერთი არის მარცხნივ ფოტო, რაღაცა წრიული ფოტო გვაქვს და არის მარჯვენა ნაწილი. აი ეს. და ეს მარჯვენა ნაწილიც იყოფა ორ ნაწილად, არის პირველი ტექსტი და არის მეორე ტექსტი. ანუ გამოდის რომ მაქვს რთული სტრუქტურა გქონია, ვიდრე ესე ერთი შეხედვით ჩანს, ასე პროსტა რომ დავყაროთ. ანუ რა გამოვიდა რომ მთავარი ელემენტი არის ჩვენთვის music container-ი. მარცხნივ უნდა გქონდეს ფოტო, ფოტოსთვის რაღაცა დივი, ფოტოსთვის იმ ტექსტებისთვის. ამ დივში ჩავსვათ image-ს. მოდი ისე music icon დავარქვათ. და მის გვერდით იქნება კიდევ ერთი კონტეინერი. იმიტომ რომ ტექსტები ზის მანდ. ანუ კიდევ ერთის გავაკეთებ და აქ ჩავსვა ორ ტექსტს. ესენი პატარა ტექსტებია და მოდი spans გამოვიყენებ, რომელიც არის inline level ელემენტი. პარაგრაფები უფრო გამოიყენება დიდი ტექსტებისთვის, პატარა ტექსტებისთვის უფრო spans-ები გამოიყენება ხოლმე. spans გამოვიყენებ, აქ დავწერ annual plan-ი და მეორეგან მექნება ეს $49 და 99 ცენტი წელიწადში. აი ეს. და ეს დივი რომ აქვს, ეს დივი გავაკეთე, ანუ ეს მარცხენა ნაწილი და მარჯვნივ არის უბრალოდ change. ეს უბრალოდ links წააგავს და მოდი ატექსში გავაკეთოთ anchor ტექსში. anchor-ი ქართულად ღუზას ნიშნავს, მაგრამ შეიძლება დაიმახსოვროთ anchor და ატეგი მაგიტომ არის რა. და ატექსში გავაკეთებ ამ ყოველივეს მე ახლა. ჩქოვი ჩამოვწიოთ. და ლინკში იდეაში არაფერს არ მივუთითებ, href-ში ლინკში არაფერს არ მივუთითებ, იმიტომ რომ რაღაცა ლინკი არ აქვს ჩვენ. რო ქონდა მივუთითებდი და უბრალოდ ტექსტში ჩავუწერ change-ს. აი ეს. გადავიდეთ ჩვენ საიტზე. ეს არ დამჭირდება. და ნუ იდეაში მაინც იგივე შესახედაობა არის თავიდან, მაგრამ სტრუქტურა ისეთი გავამზადეთ, რომ მე უკვე გაგვიმარტივდება მასზე მუშაობა, ხო? ეხლა უბრალოდ მოდი გავკლასავ, კაი სახელები დავარქვათ. მოდი ამ atax დავარქვათ change-ი. აი მარცხენა divs დავარქვათ class. რავი რა იყოს? price container-ი, იმიტომ რომ ფასები არის შეგნით. ამ image დავარქვათ music image-ი. და ამ divs დავარქვათ რა დავარქვათ? price იდეაში ეს იყოს price container-ი.
და ეს იყოს plain container. Რაღაცა გეგმა არის და მაგით უფრო plain container ამას დავარქვათ, ამას price container დავარქვათ. და გიჩვენოთ ტირებით გამოყოთ ხოლმე სიტყვები ერთმანეთისგან. ამ სპანს ერქვას annual planning და მეორე სპანს ერქვას price. აი ეს. და მე უკვე შემიძლია მარტივად მივუწვდე. ახლა უკვე flex property-ებს ძალიან მარტივად გამოვიყენებ. ეხლა ეთი დავიწყოთ. დავიწყოთ თვითონ აი ამ div-ით. რაც გვაქვს მთავარი, ეს არის music-ის კონტეინერი, music container. ამ music containers გავუწეროთ რა? იდეაში music containers თქონდეს padding-ი, იმიტომ რომ რაღაცა შეგინით დაშორებები გვაქვს div-ში, ხო? ამიტომ 25-ია ზევით, 25 ქოვით, 24 მარცხნივ და 24-იც მარჯვნივ. ანუ padding-ი ექნება ზევით და ქვევით 25 პიქსელები, მარჯვნივ მარცხნივ 24 პიქსელები. ეს ჩვენი music container-ը მოვნიშნოთ, აი აგრე ზევით ქვევით არის 25, მარჯვნივ მარცხნივ 24. შემიძლია უბრალოდ თავი დავიზღვიო და სიგანე, იდეაში სიგანე 100% იქნება დეფოლტად. ნახეთ, ჩვენ დიზაინში ეგეთი რაღაცა გვაქვს, რომ აი ამის სიგანე არის იმ ხელა, რომ ხელა შეიძლება რომ იყოს. ანუ padding-ამდე რომ მივიდეს. ანუ 100% რო ქონდეს მისი მშობლის. მაგრამ ეგ ისედავაც არის, იმიტომ რომ წინაზე როგორც ავახსენე, DOB არიან block level ელემენტები და იკავენ იმდენ სიგანეს, რამდენიც შეუძლიათ დაიკავონ. ანუ 100% დეფოლტად და გაწერი აღარ გვიწევს. ახლა რა ხდება? მე მინდა, რომ ამ ჩვენ music-ის კონტეინერში ეს მარცხენა ნაწილი, აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი აქეთ-იქით გადავაადგილოთ. ანუ ერთი პირველი იყოს კონტეინერის უკიდურეს მარცხენა ნაწილში, მეორე იყოს კონტეინერის უკიდურეს მარჯვენა ნაწილში. და გვერდ-გვერდ ვამთ რა. და ამისთვის რა თქმა უნდა გამოვიყენებ flex property-ებს, რომელიც ეწერება მშობელს და მოქმედებს შვილებზე. ანუ display flex რო გავუწერო ამას. ნახეთ გვერდ-გვერდ გადალაგდება change და ეს მეორე div, იმიტომ რომ display flex შემთხვევაში default-ად flex direction, ანუ ელემენტების მიმდევრობა არის მწკრივში row-ში. შემიძლია column-ში ჩავმიტანა რო რამე მერე რა, მაგრამ ეს არ გვჭირდება. და თუ მინდა რომ შვილები, ერთი შვილი გადავიტანო ეკრანისა კონტეინერის მარჯვნივ და მეორე კონტეინერის მარცხნივ, ვიყენებ justify contents, იმიტომ რომ ჰორიზონტალურად ვაადგილებ ელემენტებს და ვეუბნები რომ გახდეს space between-ი. ანუ შუაში ქონდეთ ადგილი და თვითონ კიდე აქეთ-იქით გადანაცვლიდნენ. და რა თქმა უნდა დიზაინერმა ჩანს რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ვერტიკალურად ცენტრში, გაცენტრილი. ვერტიკალურად გადასაადგილებლად ვიყენებ უკვე align items. Align items center. რო ცენტრში დავსვო. მოდი დავასაივოთ, ნახეთ გაიცენტრა. იდეაში ეს მორჩა. ახლა მოდი დავიწყებ აი ამ div-ის გასტილოს, აი ამ მარცხენა div-ის გასტილოს, რომელიც არის plain container-ი. აქაც იგივეს ვიზა flex-ის property-ებისთვის. Plain containers, გავუწერ display flex. რათა ფოტო და მეორე div გვერდ-გვერდ დაждდეს. ასევე გავუწერ align item centers, რომ ვერტიკალურად გაიცენტროს და ასევე დავუწერ gaps, ანუ დაშორებას მიშვილებს შორის, ანუ ფოტოსა და მეორე div შორის, რომელიც არის 20 პიქსელი. 20 პიქსელი, აი ეს. ჩვენიერი. ახლა ისევ flex გავსტილავ აი ამ ტექსტების კონტეინერებსაც. მაგასაც დავარქვი price container დამარქმეა. აი ეს. ამასაც ექნება display flex-ი, ოღონდ ისეც ერთმანეთის გვერდ-გვერდიდან, იმიტომ რომ span-ი არის inline level element და გვერდებზე უდგებიან ეგეთი ელემენტები. ახლა უკვე flex directions მივცემ columns. იმიტომ რომ სვეტად მინდა დავალაგო. და gaps-ას, ანუ მათ შორის დაშორებას გავუწერ 6 პიქსელს. ეგ დაიმახსოვრეთ, რომ ეს flex property-ები უმეტესობა ეწერება მშობელს და მოქმედებს შვილებზე. და ახლა უკვე იდეაში ის გადამრჩენია, რომ გავსტილოთ ტექსტები. ზომები და ყველაფერი გადმოვიტანოთ, მეტი აღარ დაგვჭირ. ამას კიდევ ცალკე background color-ი აქვს. სხვანაირი. დიდ არ ამჩნევა, მაგრამ მაინც აქვს. მთლიანი music-ის containers. კაი, ნუ გავუწეროთ background color-ი. ეს თურმე border radius-იც ქონია. border radius-ი ქონია 11 პიქსელი. ჩვენიერ.
და ახლა მოდი ტექსტებს გავსტილო. Annually annual აქ რა ხდება? მოკლედ font size არის 16 პიქსელი. Font weight არის 900, ესენი უბრალოდ გადმო მაქვს. ფერი არის ეს და ნუ ფონტი რა თქმა უნდა body-დან გადმოყვება ისედაც. აი ეს. Annually არ ქვია? Annual-plain ქვია. ოკეი, შემეშალა. ერთი ასოს რომ შეგეშალოთ კლასებს შორის, რა თქმა უნდა არ გაისტილდება. და მეორე არის price. price-ის შემთხვევაში გვაქვს ეგეთი რაღაც. Font size არის 16 პიქსელი. pixeli. Font weight არის 400 და ფერი არის ნაცის ფერი ამას გადმოვიტან. შვენიერი. ოღონდ ნახეთ დააკვირდით იდეაში ამ annual plain size და pass size აქვს ერთი იგივე ფონტის ზომა. Font size 16, font size 16 და ორჯერ გავწერე. მე შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო. მე ფონტის ზომა შემიძლია გავუწერო მათ მშობელს, ანუ price containers და ეს font size მემკვიდრეობითობის პრინციპით ჩავა მის შვილებ ტექსტებზე. ანუ ახლა უკვე ერთხელ გავიმეორე მარტოდ და იგივე შეიძლება დამჭა მაინც რა. ამიტომ ჯობია რომ ასე გავაკეთოთ ხოლმე. და დავჭა change მხოლოდ. change-ზე რა ხდება? change არის font size 14 font weight აქვს 700 ყველაფერი არის რაღაცა ნორმალებს არ გადმოვიტან, იმიტომ დეფოლტია. ფერსაც გადმოვიტან მოდი. და ისე ხო როცა ATEX ვიყენებთ დეფოლტად აქვს ქვევით ხაზი გასმული. ამიტომ ნუ იდეაში ხა არ დაგჭირდება ხაზის გასმა. მაგრამ რომ იცოდეთ მაინც შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივ ელემენტებსაც გავუსვათ ქვევით ხაზი. აი მაგალითად price-ო გავუსვათ text decoration, text დეკორაცია იქნება underline. ანუ ქვევით იქნება ხაზი რა. ესე შეიძლება გაკეთება, მაგრამ ATEX default-ად მოხდება ქვევით ხაზი, რომ შექმნას ლინკის დაბეჭდილება რომ დაგვიტოვოს რა. და აქ რომ მივიტანთ და დავკლიკავთ, იდეაში ასე არ გადავა, უბრალოდ გვერდი და რეფრეშდება, მაგრამ მე რო ავდგეთ აი აქ რამე ლინკი მივუთითო, მაშინ გადავიდო და რაღაცა გვერდზე. და მარტო ორი ელემენტი გადაგვჭა ამ შემთხვევისთვის. ამას უკვე დავწერ, ნახეთ music containers გარეთ დავწერ. კი არა, body-შით plain ახლა music containers გარეთ დავწერ. ამას ავიტან მაგლა ეს ავკეცავ ისრების მეშვეობით. იმიტომ რომ ეს ღილაკი არანაირად არ ეკუთვნის ლოგიკურად და შესახედობითაც აი ამ divs music containers, ამიტომ ის გარეთ იწერება. და ღილაკებისთვის ჩვენ გვაქვს button tag. Button tags ვიყენებთ. და აქ ჩავწერთ text proceed to payment. აი ეს. და ნუ ღილაკებს რა თქმა უნდა თავისი default სტილი აქვთ. აი ასეთი. ოღონდ ჩვენ ამ სტილს მოვაშორებთ. და გადმოვიტანთ აქ რაც გვაქვს mark სტილებს. მოდი ესეც გავკლასოთ. Payment და ვარქვათ, payment BTN, ანუ შემოგვიყვეთ ბათონი. და დავიწყოთ მათი გასტილო. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი სტილი თუ მოგდირო და CSS-ში შეგიძლიათ რომ კომენტარები დაწეროთ, აი მაგალითად, აი აქედან ვიწყებთ music container-ის განსტილვას. music და command/ ან Windows-ისთვის რო დავაჭირო control/ დავაკომენტარებ და უფრო მარტივად მიხვდებოდით რა. ეგეც შეიძლება რომ გააკეთოთ. Payment BTN-ს გავუწეროთ რა. ჯერ მოდი ტექსტ გავსტილავ. color-ი არის white, თეთრი. Font size არის 15 პიქსელი. Font weight არის 900 პიქსელი. და მინდა დააკვირდეთ ერთ რაღაცას. მე რომ მივზუმავ აქ ნახეთ, აი ხო ფონტი კარგად არის დადანული. მაგრამ მოდი აი ხაც მივზუმოთ. მოდი black-ი იყოს შეჯერებით რომ გამოჩნდეს. ნახეთ, ფონტი არ არის რა ეს.
ის ფონტი რაც უნდა იყოს, ან ეს ფონტი სხვა არის, ეს ფონტი სხვა არის. ეს არის default-ის ფონტი. ეს რატო ხდება ხოლმე რა? ნახეთ აი თუ დააკვირდებით, აი ფანჯრა გამოჩნდა თეთრი, მან წერია ფონტის გვერდით 15 პიქსელი Arial. Arial არის default. აქ უწერია red hat display, ესა Arial. ანუ გამოვიდა რომ მე რო თავიდან გითხარით, რომ აი body-ს რო გაუწერთ font family-ს, ყველა ტექსტურ ელემენტზე გადმომემკვიდროებით, მეთქი თვალს სიმართლე არ ყოფილა რა. თეთრი ტყუილი იყო. და რატო? იმიტომ რომ აი რაღაც ელემენტები არის, მაგალითად ბათონი ავიღოთ, რომელზეც მემკვიდროებით ეგ font family არ გამოდის. ამიტომ გვაქვს ორი ვარიანტი. ერთი არის რომ თვითონ ბათონს გაუწეროთ font family red hat display და აგერ შეიცვალა. ან უთხრათ რომ font family წამოიღოს მემკვიდროებით, ანუ font family იყოს inherit. Inherit არის მემკვიდროებითობა. Inheritance ინგლისურად რა. და algebra წამოიღოს. ეხლა რომ მივიტან magic mode ჩვენს ბათონთან, აი თუ დააკვირდებით font-ის გვერდით დაეწერება 15 პიქსელი red hat display. ანუ ამას ცალსახად უთხრათ რომ მემკვიდროებით მიაკითხოს მის მშობელს, რომელსაც უწევია font family იქიდან წამოიღოს. თვითონ ბათონის სიგანე არის 100%. აი ასე. მე შემეძლო გამეწერა პიქსელებში. ანუ აქ მოსულიყავი, დამეთვალა რამდენი პიქსელი 359 და გამეწერა 354 პიქსელი სიგანეში, მაგრამ პროცენტულობა უფრო კარგი არის. ანუ 100%-ში გულისხმობ რომ იყოს მისი მშობლის 100%. და ეს ამ ბათონის მშობელი არის კონტენტი. ან კონტენტი რამ ხელაცა, იმისი 100% იქნება. ეხლა კონტენტის ხელა ვერ იქნება, იმიტომ კონტენტის პადინგები აქვს. ანუ პადინგებამდე ბოლომდე გადაიჭიმება რა. ასე ჯობია. მოდი პადინგიც გავუწეროთ, იმიტომ რომ შიგნით აქვს ზევითა და ქვევითა დაშორებაც, რომელიც არის რამდენი? 15 პიქსელები. ანუ ზევით ქვევით 15 პიქსელი, მარჯვნივ მარცხნივ არ გვინდა 0, იმიტომ რომ ისედაც სიგანე აქვს თავის. ასევე გავუწეროთ margin top-ი, რომ დავაშოროთ ზევიდან და ეს იქნება 32 პიქსელი. აი ასე. Okay. ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ მისი ისე თეთრად დავაბრუნოთ background color-ი, ანუ ფონის ფერი. Background color-ი იქნება რა? აი ეს ფერი. ასევე აქვს მომრგვალებული კუთხეები, border radius დავუწერ, რომელიც 11 პიქსელი და ასე აქვს რაღაცა shadow. ანუ ჩრდილი მაგასაც წამოვიღებ. და დავაკოპირებ. აი ეს. ანუ მე ვცდილობ რომ რაღაცა ვიზუალიზაციის, რაღაც ფერები, რადიუსები, შადოები ერთად დავწერო, მე იყოს ფონტის ნაწილი, მე იყოს ზომები და დაშორებები რა. და ასევე თუ დავკვირდით, აი ამას აქვს რაღაცა შემომრგვალებული, რაღაცა შავი ჩარჩო რა. ეგ იმიტომ არის რომ default-ად ყველა ბათონს ეგრე აქვს და ეგრე არ ქონდეს, უნდა გავუწეროთ მაშინ border none, ანუ ჩარჩო რო ვაფშე არ ქონდეს. საერთოდ არ ქონდეს და ეს უკვე მშვენიერია. Okay. და ქვევით აქვს cancel order-ი, მოდი ეგეთ ჩავსვათ span-ში. მოდი span-ში ჩავსვათ და მე გეტყვით რომ პარაგრაფში შევგე. რაღაც მხრივ. span-ში ჩავსვათ cancel order. აი ეს გავკლასოთ და დავარქვათ cancel-ი. Cancel და cancel არის როგორი? Font-ის ზომა აქვს 15 პიქსელი, font weight-ი აქვს 900. ფერი გადმოვიტანოთ. და მაღლიდან დაშორებული არის 32 პიქსელით. ანუ margin top-ი არის 32 პიქსელი. და ესო გავცენტროთ. რატომ არ ჩამოვიდა? Cancel. ასურად დავწერე. ხო, აი რატო არ ჩამოვიდა ხა გეტყვით, იმიტომ რომ span-ი არის, აი უსო დამავიწყდა. ზენ გითხარით პარაგრაფი ჯობია თქო. ნახეთ აი margin top-ი კი მაგაწელი, მაგრამ ეს margin-ი არ მუშაობს span-ებზე. ანუ inline level element-ზე span-ზე მაგალითად margin-ი არ მუშაობს. ეს რო იყოს პარაგრაფი. ნახე უკვე მუშაობს, იმიტომ რომ პარაგრაფი ჩვეულებრივად block level ელემენტია. ამიტომ აქ იდეა შევბიე რომ კონდეს ან პარაგრაფი, ან თვითონ
სპანს უთხრათ რომ display იყოს block element. აი ესეც იმუშავებდა, დავარეფრეშოთ. ნახეთ სპანი არის. მაგრამ ბლოკი რახამ არის, უკვე მთლიანი სიგანე დაიკავა. რაც შეეძლო და margins გაუგესდა. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ თან ბლოკი იყოს და თან ქონდეს inline-ისთვისებებიც, მაშინ წერეთ ხოლმე inline blocks. ამ თან ბლოკი არის, თან inline-ისთვისებებიც აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა უკვე მთლიან სიგანეს არ იკავებს. ანუ ისევ იმ ხელ ადგილს იკავებს, რამ ხელად შეუძლია. გვერდზე რამე კიდევ ერთი ელემენტი ამოუდგება მეორე სპანი, მაგრამ block level ელემენტისთვისება აქვს ის რომ margins გაწერა უკვე შეგვიძლია რა. მაგრამ აქ რო პარაგრაფი გამოგვეყენებინა, ეგეც შეიძლებოდა რაღაც მხრივ, რომ აი პარაგრაფი რო ჩავწეროთ აქ, აღარ მოგვიწევს აი ამ display-ის გაწერა, საერთოდ. და გაცენტრუით უბრალოდ text align centers გავუწერდით. ან margin autos აღარ გამოვიყენებთ რო რამე რა. და ასე იმუშავებდა. Okay. აი ხა ამუშავდა ეს cover-ი. ნახეთ. ბოლოს მინდა ამაზე ყურადღება ის მიქცევა. თუ დააკვირდით, cover-მა რა გააკეთა? ან ცოტა ურევდა ეგ background size-ი, მაგრამ დავაცადე. და cover-მა რა გააკეთა? cover-მა background size-ი ხომ იწერე cover-ი ჩემს body-ზე. cover-მა გადაჭიმა მთლიანი ფონის ფოტო მთლიან ეკრანზე body-ზე რა. აქ მოდი background color red-ს გავუწერ. ნახეთ, აი ეს მთლიან გადაჭიმა. და მე არ მინდა მთლიან გადაჭიმული იყოს, მე მინდა რომ კონდეს და შეამჩნევებული იზომები რაც აქვს. და მაგისთვის ვიყენებთ contains. ანუ ისევ ზომისთვის გამოიყენება, უბრალოდ ინარჩუნებს იმ ზომებს რაც აქვს და ძალიან გადაჭიმული აღარ იქნება, ანუ არ დაკარგავს პროპორციებს. მთლიან გადაჭიმული აღარ იქნება. და ნუ აი ესე ჯობია ბევრად, რა თქმა უნდა რა. Okay. ეს ხო იდეაში, ეხლა უბრალოდ დაგვჭირდა ეს desktop active-ის თემა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ნახეთ, change-ზე რომ მე კურსორს მივიტან, ცოტა უნდა ფერმკრთალი გახდეს ეს ჩვენი ფერი, ესა გაუქრეს ქვევით ახალს და აი ბატონზეც რომ მივიტან, უნდა გაფირადდეს სხვანაირად, cancel-ზე რომ მივიტან, უნდა შეიცვალოს ფერი. ეს როგორ კეთდება ახლა? ეს კეთდება hover pseudo კლასის გამოყენებით. ანუ გვაქვს CSS-ში pseudo კლასი, ორ-წერტილი hover-ი, hover ნიშნავს მაუსის გადატარებას და hover-ებას. და როგორ იწერება ნახეთ, აი მაგალითად მე რო ავიღო title-ი რა, როგორ წერთ. მაგალითად მე მინდა რომ აი title-ზე რო კურსორს გადავატარებ, მისი ფერი შეიცვალოს წითლად. დავწერ ასე წერტილი title, ორ-წერტილი hover, გამოვიყენებ hover-ის pseudo კლასს, ანუ კლასი არა, pseudo კლასია. და ვეთქვი რომ hover-ის დროს შეიცვალოს ფერი და გახდეს წითელი. გადავატარე კურსორი, გახდა წითელი, ნახეთ. აი ეს. და ასე მუშაობს ესეც რა. ეხლა უბრალოდ ეგ უნდა გავუწეროთ ჩვენ changes. დავწერთ changes ქვევით რომ დავწეროთ ჯობია. change-ი რო დახოვერდება, ანუ რო გადავა კურსორი, მაშინ მისი სტილი როგორ შეიცვლება? გონი ფერი სხვა არის აშკარად. მისი ფერი შეიცვლება და იდეაში ის დეკორაციას უქრება ქვევითე ხაზის. ეხა ფერი შეიცვალა, ნახეთ. არ ვიცი ამდენად კარგად ჩანს ეკრანზე. ფერი იცვლება. ცოტა ჩანწერში ჩემს სახეს გავწევ. ნახეთ, აი ფერი შეიცვალა. უბრალოდ ასე უნდა შეიცვალოს, ანუ გაუქრეს ქვევითე ხაზი. მაგის ვიყენებთ underline, კი არა, text decoration, none. ანუ არაფერი ექნება hover-ს. აი, ეშლება. და ღიავდება კიდევაც. იგივეს ვიზეთ ბატონზეც. Payment buttons, payment button-ის hover-ზე შეიცვლება მისი ფონის ფერი, background color-ი. Background color-ი გახდება ეს. და იდეაში მეტი არც არაფერი აქვს. აი, ნახეთ.
და თუ დავკვირდებით, მე რო კურსორი მიმაქვს ისევ ისრიანია კურსორი, მაგრამ აქ ნახეთ არის თითი აქ გაწეული რა. და მაგისთვის მე შემიძლია გავუწერო cursor pointer-ი, რომ კურსორი იყოს თითის გაშვერილი. ოღონდ ეგ გირჩევთ რომ hover-ზე არ გავუწეროთ მაინც და მაინც. იმიტომ შეიძლება მარტო cursor pointer-ის გაწერა მოგვიწევს და ზემოდან hover-ის დაწერა არ გვინდა რა. ეგ ეგრევე გავუწეროთ თვითონ elements. აი cursor pointer-ი გავუწეროთ, მიხვდება რომ აი რომ hover-დება ისედაც მიტანისას ეკრანისას, კი არა და კურსორის მიტანისას შეიცვალოს კურსორის აიკონი რა. Okay. და დარჩა ეს cancel-იც. Cancel-ი რომ და hover-დება შეიცვალოს მისი ფერი. შვენიერი. და ფერი იცვლება. და ამასაც cursor pointer-ი უნდა. ძალიან კარგი. უბრალოდ აქ პრობლემა ის არის რომ აი ძალიან მკვეთრად ეგრევე გადადის ფერები რა, მაგალითად ბათონზე რომ ნახავთ, ეგრევე გადის ფერი. შეიძლება მინდოდეს რომ ცოტა დრო მოანდომოს ანიმაცია რო დავადო რა სიტყვაზე. და მაგისთვის გამოიყენება transition, ხო, ანუ რამდენი ხანი უნდა გადასვლას. და დავუწეროთ მოდი 1 წამი, 1 ს. ნახეთ უფრო ნელა გადავა. აი ნელა ამონათდა. მაგრამ თუ დავკვირდებით, ნელა ამონათდება, მაგრამ რო გადავწევ კურსორს, ჩაქრება უცბად რა. ეგ იმიტომ არის რომ transition-ი მე გავუწერე hover-ზე და უთხარი hover-ი რომ მოხდება, მარტო მაშინ იყოს ანიმაცია. ისე აღარ. ამიტომ თუ მინდა რომ ორივე მხარეს იყოს ანიმაცია, როცა მივიტან და როცა გადმოვიტან, მაშინ უნდა გავუწევოთ ეს transition-ი თვითონ elements. ახლა დავკვირდით. აი მივიტანე ნელაშვება, გადმოვიტანე ნელაშვება. ოღონდ ეს ბევრია და მოდი 0.3 წამი იყოს. და კიდე ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება მაგალითად რა ვიცი ანიმაციის დადება ტრანსფორმი შეგვიძლია გავუკეთოთ რომ რაღაც გავზარდოთ აქეთ-იქით. აი რომ გადმოვატრიალოთ hover-ზე. 90 გრადუსით სიტყვაზე რა. აი გადმოტრიალდება. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება აქ რა. შემიძლია რომ ანიმაცია დავადო animation, ანუ უფრო რთული ანიმაციები ავაწყო რა. აქ რომელი შემიძლია გავაკეთო. აი animation-ს დავადო is in out, is out, is in. აქედან ესენი იმას ნიშნავს, რომ ზოგი ანიმაცია ჯერ ნელა იწყება, მერე სწრაფდება. ზოგი არის რომ ჯერ სწრაფია და მერე ნელდება და ასე შემდეგ. ესენს გიჩვენოთ და არ ესერჩოთ მერე. ეს ანიმაციები. და თუ ანიმაციები გაინტერესებთ, კიდევ გირჩევთ და არ ესერჩოთ keyframe-ები. Keyframes, აი ეს. ამით შეგიძლიათ უფრო რთული ანიმაციების აწყობა. ასე რაღაც ამონახოთ ეს გადაადგილდეს ეგეთები კი არა, აი სიტყვაზე რომ წრეზე იმოძრაოს რაღაცამ ან აი კვადრატულად იმოძრაოს და მერე უკან დაბრუნდეს სიტყვაზე რა. ეგეთი რთული ანიმაციების გაკეთება შეგიძლიათ. და ნუ ამ transition-ს იდეაში სხვებსაც დავადებ, რასაც hover-ი გავუკეთე. მოდი hover-ი დავსერჩოთ, Ctrl F-ით შეგიძლიათ დასერჩვა რაღაც ტექსტის ფაილში. hover, აი აქ მაქვს hover-ი, ესე იგი transition-ი. აქაც მინდა 0.3 წამი იყოს. და მინდა აი აქაც, აქ მიწერია, ბოლოში არ მიწერია ესე იგი მაშინ. Okay. კაი, ხა გავზუმოთ როგორც იყო და ეგაა მშვენიერი. ესაა ჩვენი პროექტი. ანუ body-ში მაქვს რაღაც ერთი კონტეინერი. ამ კონტეინერში მიზის ერთი ფოტო და კონტენტის დივი, ამ კონტენტში მაქვს სათაური, მერე აღწერა, მერე კიდევ ერთი დივი ამ ელემენტებისთვის, სადაც ერთი მარჯვნივ არის რაღაცა ლინკი, აი ეს დივიც იყოფა ორ ნაწილად, მარცხნივ ფოტო, მარჯვნივ დივი, აქაც არის ორი სპანი. და ბოლოში მაქვს ფოტო და კი ბათონი და ერთი პარაგრაფი. იდეაში ხო ეს იყო ძირითადად. ამ ფოტოს მომენტები თქვა? ფოტო არის სიმაღლეში 220 პიქსელი. ჩვენ რამდენი გვაქვს? ჩვენს 220 გვაქვს. ხო. ესე იგი ისეთი ზომის ფოტო იყო, რომ ეგრევე დამჯდარი იყო ისედაც. ძალიან კარგი. Okay. დღეისათვის სულ ეს იყო.
changes the cursor pointer. Change cursor pointer არ უნდა, იმიტომ რომ default-ად ლინკები ეგრე მუშაობენ, რომ ლინკს შემოვიტან, ისედაც აქვს pointer-ი გაკეთებული default-ად. Music containers margin top არ უნდა და? არ გავუკეთე? არ გამიკეთებია. უნდა და კი. აი, ფერი ეგ ძალიან მსგავს თეთრ და აღარ ჩანდა. Music containers უნდა margin top-ი რა თქმა უნდა. Margin top გავუკეთოთ რამდენი? 20 პიქსელი. შვენიერ. აი თუ დააკვირდით, აი სულთავიდან გითხარით, hate რო არც გაუწერო მეთქი და ყველაზე მოსწორი მქონდეს მაინც იგივე მექნება მეთქი სიმაღლე კონტეინერის რა. აი კონტეინერის სიმაღლე დიზაინში არის 697 პიქსელი და მე გამომივიდა აი რომ მივიტანე კონტეინერთან მაღლა აჩვენებს, მაღლა და მარცხნივ 450 700-ზე. ამ 3 პიქსელი თავისთვის რაღაც ალბათ კიდე შემეშალა. იმიტომ რომ დიადა რო აი. ნახეთ. აი ეს ცოტა უცნაური პრობლემა არის ხოლმე. აი თუ დააკვირდებით რა. აი ამ პადინგი ხო უწერიეთ თვითონ ან კონტენტს მაღლა აქვს რაღაცა სივრცე. აი ეგ 3 პიქსელი სივრცე არის და ეგ უცნაურია რატო შეჭდება ხოლმე არ ვიცი, მაგრამ დაფიქსო შეიძლება შევენაირად. მე შემიძლია აი ამ ჩვენს კონტეინერს გავუწერო უბრალოდ display flex-ი და ერთმანეთის გვერდ-გვერდ მიეწყობა ელემენტები, ანუ ჩვენი ფოტო და ჩვენი კონტენტის დივი და მე გავუწერთ flex direction columns და დავალგეთ სვეტად. დაждდება ისევ, უბრალოდ ეს გაქრება რა. ეს დაშრება რო ქონდა. ეგ გაქრება. და აი კონტეინერი ნახეთ არის 697.6 პიქსელი. დიზაინშიც მაქვს 697 პიქსელი. ანუ pixel perfect პროექტი ახლა ეს. რაც იმას ნიშნავს, რომ პიქსელებშიც ერთმანეთს ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ზომა არ გავუწერე სიმაღლეში. არ სჭირდებოდა. ტყუილად შევზღუდავდი რა. და მოდი მაგის მაგალითი გავაკეთოთ. აი სიტყვაზე. აი მაგალითად გავუწერე კონტეინერს hate რა. hate გავუწერე სიტყვაზე 500 პიქსელი. ნახეთ მოიჭრა. ანუ არ უნდა მოიჭრას რა. სიტყვაზე თუ დაჭირდა ეგრე რომ რაღაც სიმაღლეში უნდა გაიზარდოს და კონტენტს კიდევ მეტი ჭირდება, hate როცა გაკეთებული იჭრება და მე დანარჩენი გადადის კალაპოტიდან. ეხლა დანარჩენი იმიტომ არ ჩანს რომ უბრალოდ კონტეინერზე მეწერე overflow hidden-ი, რაც გადადის დაიმალოს მეთქი. აი ნახეთ გადმოვიდა კალაპოტიდან უბრალოდ თორე აი ის მალავს overflow hidden-ი მალავს, ანუ რაც გადავიდა ის დამალა. ეს რომ მქონდეს უბრალოდ გადავიდა და კალაპოტიდან მეტი არაფერი რა. ანუ hate როცა არის შემცირებული თუ არ ყოფნის hate-ი და ეგეთი მომენტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეკრანი რო პატარავდება, მაშინ გამოდის რომ კონტეინერი უნდა გაზარდოს სიმაღლეში. და სიმაღლეში ვერ გაიზრდება თუ hate-ი გაქვს გაწერილი ფიქსირებულად. ამიტომ კონტენტი გადმოვა გარეთ. აი ამის ჩვენებაც მინდოდა რა. ანუ ეგრე არ გავაკეთოთ ხოლმე. ოკეი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სემინარი. იმედია კარგად უფრო დაამოღამეთ როგორ ვიყენებთ რაღაც საუკეთესო პრაქტიკები, როგორ მუშაობს, როგორ ვაწყობთ კარგად სტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შენაკვირას კიდევ უფრო მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი არის თავიდან კარგი სტრუქტურის აწყობა, იმიტომ რომ მე ძალიან ვიწვალებთ აი რამდენიმე ეკრანისთვის რა ვაწყობთ, მობილური, ტაბლეტისთვის და დესკტოპისთვის. მე მართლა მიხვდებით რომ უმნიშვნელოვანესია თავიდან სწორი სტრუქტურის აწყობა. და იმედია აი ამასაც კარგად დავუღეთ ალღო როგორ ვწეროთ სტილები უფრო მოკლედ, უფრო ეფექტურად და კაი პრაქტიკებით. ოკეი, დღეისთვის ეს იყო. ეხლა მოდი ჩანაწერს გავთიშავ და კითხვებზე გადავალ.